მთავრობის გადაწყვეტილებით საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. ამ დღესთან დაკავშირებით შიდა ქართლის რეგიონში ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაუშვეს. ინფორმაციისთვის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა 5 იანვარს მოხდა. ბავშვების ბებიას ღუმლის ანთებისას ბენზინი ნავთში აერია, რის შედეგადაც სახლს ცეცხლი მოედო. ხის სახლი მოკლე დროში სრულად დაიწვა. ბავშვები, რომელთაგან ყველაზე უფროსი 7 წლის, საუმცროსი კი რამდენიმე თვის ადგილზევე დაიღუპნენ. დაშავებული ქალი სამკურნალოდ გალის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ხანძრის შედეგად დაღუპული მოზარდები დღეს დაკრძალეს. ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მოხდა ენითაუწერელი ტრაგედია. ხანძარს შეეწირა 5 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე. მათი ხსოვნის საპატივსაცემად მთავრობამ დღევანდელი დღე 9 იანვარი გამოაცხადა გლოვის დღედ. შესაბამისად მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მთლიანად მუნიციპალიტეტი გამოხატავს დიდ მწუხარებას აღნიშნული ფაქტის გამო და უსამძიმრებს დაღუპულების ოჯახს, ახლობლებს და მთლიანად საქართველოს ამ დიდი ტრაგედიის გამო.